მოდი დავიწყოთ დღევანდელი გადაცემა ისე როგორც ჩვენ ყოველ წელს ვიწყებთ ხოლმე სატელევიზიო სეზონს. არ დავარღვიოთ ეს კეთილი ტრადიცია. რა მოხდა საინტერესო და გამორჩეული თქვენს ცხოვრებაში ამ ზაფხულის განმავლობაში? მოდი მოვუყვეთ ეს ჩვენი შოუს მაყურებელს. დავიწყოთ. მოიცა. ჩვენთან კი არა. შენთან რომ მოხდა, იმაზე მოგვიყევი, ყველა სახტახ რომ გახტოვე და ვინ არის რომ გაიმარჯვე. რა ხდებოდა ის? ეგეც ახუში. სახშიც რა ხდებოდა ეს რომ მოგხადე. ხელი სამეზობლო ამოვიდა ისევ გაშტერდა მამაო, გამოსალოცი გავხდა. რანაირად ესეთი როგორ გააკეთეს, მაო ესეთი რაღაცა რომ 30 წელი აი სულ თქვით გიცნო მილიონ კაცი რა. რანაირად წარმოდგენა არ ხარ. სა როგორ მოძრაობდა? არა, ძალიან დიდი შოკი იყო. მართლა შოკი იყო და მე კაცო ისეთი ამბავი იყო, ხო იცი ეს პროფესორი კაცი უცებ კენგურუში. რა, ამბავი. ან ეთქობა, მოკლედ რა იყო მოსამზადებელი თორე ხულასაც ისწავლე. ხო და აი ეგ არის რა, ანუ ნიჭიერება რა შვება რა, ნიჭიერი პროფესორი კაცი უცებ კენგური. და ერთი მაგარი რამე მახსენდება მაგაზე. რეზო ჩხეიძესთან რამაზ ხიკვაძესთან მქონდა შეხვედრა და რამაზი ყვება ჩხიკვაძე რა ერთი შემხვდაო რა და მეუბნება კაცო რამაზო შენო რიჩარდი აზდაკი ეს ყველაფერი ნათამაშები გაქვსო და ახლა ეს ბატიშუქს ვახმოვანებო იქო რა აბა კაცო თვითონ ხوار გაიხმოვანებს ეს ბატიშუქი თავის ხორცს კი კაცო ხოდა გაახმოვანებს და ეგრეა რა იქერება ისეთი შოკი იყო აი ძალიან მაგარი რამე იყო და გილოცა მაგარი ხარ რა მაინტერესებს ერთი შეკითხვა სულ აი უნდა გკითხო რა ეს პრიზი რო გადმოგცეს ერთ ოთახიანი ბინა გილოცა მაგრამ რომელ ქალაქში გადმოგცეს აი ეგ მაინტერესებს სად უნდა იყოს კამბერაში თუ მელბურნში კენგურუ სხვაგან ვერ იქნება კი წესი და არა ბევრად უფრო მაგარ ქალაქში ქუთაისში ჩემო ბატონო ქუთაისში ასე რომ ქუთაისში მაგარია ეგა შემოძვაო იმ არკობო ქუთაისის ტრასაზე დინოზავრი თუ მოძრაობდა კენგურუს რო ეხტულავა თავის დროზე რა მოხდება აგი იქ საფიჩქის ტყეში იყო და მერე გადავიდა საღორიის მერე გადავიდა მერე და იქიდან წავიდა ავსტრალიაში იქიდან წავიდი ძალიან დიდი მადლობა მოლოცვისთვის და ერთი ამბავი მინდა მოგიყვეთ არცად არ მომიყოლია და რა თქმა უნდა ვერაფერს ვერ მოგიყვებოდით მანამდე იმიტომ რომ წესია თვითონ ამ პროექტის რომ არავინ არაფერი უნდა იცოდეს და ეს არის არსი ამ ყველაფრისა მე მიწევდა არა მარტო თქვათ ტელემაყურებლების წინაშე იმის დაფარვა თუ ვინ ვიყავი არამედ ჩემი და ჩვენი უძვირფასესი მეგობრების ხო ტელეოპერატორების გამრათებლების რეჟისორების მათ შორის ხმის რეჟისორების წინაშე გვიწევდა ამის გამო არა და თქვენ მაინც ხო იცით კაცო ლამის ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს ხო სხვა თუ არაფერი ყოველ შაბათს ჩაწერა გვაქვს აგერ ჩვენი შოუსი და ხო ამდენი წლის მანძილზე ხო იცი ყველა მიმოხრა თითოეული ჩასუნთქვა ამოსუნთქვა ინტონაცია სასიმღერო თუ სალაპარაკო ყველაფერი იციან ზეპირად განსაკუთრებით მაინტერესებდა რა თქმა უნდა ხმის რეჟისორი რაიმეს მიხვდებოდა თუ არა იმიტომ რომ ერთი პროფესიონალია ამ მიმართულებით და თან როგორ არის იცი ხო ტურიდან ტურამდე გიწევს ამ რეპერტუარის შესრულება და თან ეძებ მანერას სადაც შეიძლება ვერ მიგაგნო და ვერ გამოგიცნო რა თქმა უნდა მაინტერესებდა ის თუ რას ფიქრობს თქვა ხმის რეჟისორი თანაც ჩვენი საერთო მეგობარი შესანიშნავი გოგონა სოფო ხიზანიშვილი იყო იქ რომელიც ჩვენ შოუზეც მუშაობს და ახლა პირდაპირ ხო ვერ ვკითხავ სოფოს რომ შემთხვევით ხო არ მომიცანი მე ხო იცით როგორი წესიერი ორგანიზებული და პასუხისმგებლობის გზნობით გამორჩეული ადამიანია და სოფო მე ვთხარი როგორც ვიცი მეთქი ვინ არის ახალი სეზონის ჩაწერა დაიწყო ხო დიახ ბატონო გია მითხრა პარალელურად ხო ჩვენი შოუს ჩაწერების მიდიოდა და ჩვენ შოუში წლების მანძილზე ისით რომ ვინ არის მონაწილეებს რეგულარულად ვიწევთ ხოლმე და სოფოს ვეკითხები შენ მეთქი რა თქმა უნდა ვერ მეტყვი ვინ მონაწილეობს მაგრამ უბრალოდ მითხარი აი პერსონაჟი რომელიც უკვე გაიხსნება და შენ რომ მიხვდები ვინ არის გამოგვადგება სტუმრად რომ მოვიპატიჟო ჩვენ შოუში თუ არა ეს რაღაცა უწყინარა ჟღერდა და კარგიო მითხრა ბატონო გია და მართლაც ყველა გადაღების მერე სადაც მეც მონაწილეობ ხო მაინტერესებს თუ მითხრა რომ იცი რაღაცა თქვენი ტემბრი მომესვა მაშინ უნდა თუდათ არის საქმე და უნდა შევცვალო ხო რაღაცა არაფერს გავს არ მეუნება სამაგეროს მეუნება რომ აი ბატონო გია ჭიამაია რომ გაიხსნა ეს ნამდვილად გამოგვადგება ჩვენ შოუში ო შენ გაიხარე მე თქვა და აი ღრუბელი გამოგვადგება მაგრამ თუ იქნა იმ პერიოდში თბილისში და აი ესე რაც თავარია ტურიდან ტურამდე არაფერს არ ამბობს რომ რაიმე მსგავსი თქვა მოესმა ჩემი ხმისა და ახლა დადგა ფინალის დრო სულ ბოლოს რომ მე მოვიხსენი აი ამ ამბავს უკვე სოფო მიყვება გაიწელა 3 საათნახევარი ფინალის გადაღება და ნერვიულობო რომ ბატონო გიამ არ იფიქროს რომ მე ან დამავიწყდა ან არ მივაქციე ყურადღება და ველოდებიო რომ დროზე დამთავრდეს რომ დაურეკო იმიტომ რომ დასრულების შემდგომ მირეკავდა
უკვე რომ გამარჯვებულმა მოიხსნა ეს თავი და იქიდან რომ თქვენ მოხვედითო ყბა ჩამომიმარდა გაკვირვებისგან და პირველი რაც მომივიდა გონებაში ამას ბატონ გიას რომ მოუყვები როგორ გაუკვირდებაო და მე რო ვიფიქრე ვის უნდა მოუყვე აგერ არ არის თვითონ არა ნუ ესე როგორ შენიღბე რანაირად მე დავურეკე როგორც კი ვნახე ჯერ ხო შოკირებული ვიყავი შოქში ჩავარდი რომ ძალიან საოცარი იყო ეს გარდასახვა და დავურეკე ბატონ გიას და მეთქი ბატონო გია მე კი არა თქვენ ყოფილხართ ხელოვნური ინტელექტი მეთქი ბატონო ნამდვილი გამარჯვება